ინტერნეტ პლაგიატი პრობლემა, რომელიც სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მასშტაბური ხდება. კოპირების მარტივი მეთოდით ინტერნეტში ყველაზე დაუცველ ტექსტუალურ მასალას, სურათებს, საიტის დიზაინსა და თამაშებს უპრობლემოდ იფარავენ. საქართველოში ინტერნეტ პროდუქციაზე საავტორო უფლებების დამცავი კანონმდებლობა არსებობს, მაგრამ ავტორთა უფლებები მაინც ირღვევა. სპეციალისტები მიზეზად დაცვისა და კანონის სუსტ მექანიზმებს ასახელებენ. მარიამ წარელაშვილი გიამბობთ. Facebook-ის თემაზე გაკეთებული ეს პოსტი ავტორმა საკუთარი ბლოგისთვის შექმნა. აქ სოციალური ქსელის მომხმარებლები ისტორიული პერსონაჟები არიან. რაც დაწერდნენ მათ, რომ ინტერნეტი ჰქონოდათ, ლაშა კვანტალიანმა მოიფიქრა. როცა ავტორმა ნამუშევარი საკუთარ ბლოგზე განათავსა, ის უამრავმა ინტერნეტ მომხმარებელმა უნებართოდ დააკოპირა. ეს პოსტი დღემდე ვრცელდება სოციალურ საიტებზე, ისე რომ არც ავტორი და არც მისი ბლოგის მისამართი მითითებული არ არის. ძალიან ხშირი არის მსგავსი ფაქტები, იგივე ნებისმიერი კონტენტის ინფორმაციის დაკოპირება, სხვა ბლოგებზე დუბლირება, სხვა საიტებზე გადატანა, ეს პრინციპში რაღაც ნორმად იქცა ქართულ რეალობაში, მაგრამ სამწუხარო უფრო სხვა ფაქტი არის, განსაკუთრებით აღსანიშნავია, როდესაც კომპანიების მიერ და არა რიგითი მომხმარებლების მიერ ხდება ესეთი ინფორმაციის აღება და არალეგალურად გამოყენება ყოველგვარი საავტორო უფლებების მითითების გარეშე. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების საუკუნეში პლაგიატმა სოციალურ მედიაში გადაინაცვლა. ახალგაზრდა ბლოგერი ბექა ადამაშვილი ყვება, რომ მის ბლოგზე განთავსებული ყველაზე პოპულარული პოსტი შემთხვევით ერთ-ერთ გაზეთშიც ნახა. მივწერე რედაქტორს, რა თქმა უნდა, რეაგირება არ მოყოლია. მითხრეს, რომ იყო ფორუმიდან აღებული და არა ჩემი ბლოგიდან. და შემდეგ რომ ვეცადე რამე გამეკეთებინა, არ გამოვიდა არაფერი, იმიტომ რომ საქართველოში როგორც წესი არ არის დაცული საავტორო უფლებები. რიგითი ავტორებისთვის პლაგიატის დამტკიცება რთული პროცედურა აღმოჩნდა. ამის გამო დაკოპირებული ტექსტის, სურათის თუ დიზაინის, თამაშების და სხვადასხვა ინტერნეტ პროდუქტის ვირტუალური ქურდები დღეს დაუსჯელები არიან. Შეიძლება დავუკავშიროთ საიტის ავტორს, მიმართოთ, უთხრათ რომ ეს არის თქვენი კონტენტი, წარმოადგინოთ შესაბამისი მტკიცებულება, რომ პირველად სწორედ თქვენ საიტზე დაიდო ეს ინფორმაცია და თქვენ ხართ ავტორი, ამის შემდეგ როგორც წესი ავტორი ახდენს ხოლმე ასეთი ინფორმაციის ამოშლას. თუმცა ხანდახან ავტორები არ მოდიან თანამშრომლობას და ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩვეულებრივად მიმართოთ სასამართლოს. ბლოგერებს თუ ნებისმიერი ინტერნეტ მასალის ავტორებს საკუთარი საავტორო უფლებების დაცვა კანონითაც შეუძლიათ. დარღვევებს საავტორო უფლებების შესახებ კანონი არეგულირებს. ინტერნეტ პლაგიატებს დავის წაგების შემთხვევაში დაჯარიმება ემუქრებათ. ასევე გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსშიც კი თუ საავტორო უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი აჭარბებს გარკვეულ სხვას. მიუხედავად იმისა, რომ მასალის არალეგალური გამოყენება ავტორთან შეუთანხმებლად დასჯად იქმედება, ის ქართულ სოციალურ მედიაში დამკვიდრებულ პლაგიატს ხელს მაინც ვერ უშლის. სპეციალისტები განმარტავენ, რომ დავას პლაგიატზე ის ფაქტიც ართულებს, რომ კანონდამრღვევებს პროფესიონალურად შეუძლიათ მასალის გადაკეთება. ოდნავ სახეცვლილ მასალაზე კი ამტკიცებენ, რომ ის კოპირებული არ არის. იდეის მოპარვისგან თავს უკვე დიდი კომპანიებიც არიკავებენ. ცოტა ხნის წინ რუსულმა Mail.ru ახალი თამაში საძმო და ბეჭედი გამოუშვა, რომელიც ძალიან გავს ერთ-ერთი პროგრამისტის მიერ შექმნილ თამაშ ციხესიმაგრე. მისი ავტორი ბლოგში წერს, რომ თამაში, რომელსაც უკვე 5 მილიონი მომხმარებელი დაუგროვდა, დღეს მთლიანად მოიპარეს. რუსული საიტის მიერ ოდნავ გადაკეთებულ თამაშზე მხოლოდ პერსონაჟების სახელებია შეცვლილი. დაზარალებული პროგრამისტი წერს, რომ მას საკუთარი ბიზნესი ინტერნეტ პლაგიატის გამო ჩაუვარდა.